მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. მე არ განვეკუთვნები ჟურნალისტთა კატეგორიას, ჩემი დღესასწაულის არ არის, ყველა კარგ წესიერ ადამიანს, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. ჩვენი პოსტივის ჟურნალისტების თამადობით მე ესე ვიტყოდი, მომიტევეთ სუბიექტურობისთვის, ულოცავ ამ დღეს, მოსალოცი კიდე ის გვაქვს, რომ რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე არის ესეთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავტორიტეტული, რომელიც პრესის თავისუფლების ხარისხს ზომავს, 12 პუნქტი დავიწყეთ იქ. მაგრამ ამ ყველაფერს ახლავს ტრაგიკომედიული კომიკური ამბებიც, აგერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის Facebook გვერდზე შევედი, თქოთ ჩართოთ პირი. აი ეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. ჩვენ ბრეივიკზე ხშირად მოყავს ჩვენს ძმას გურის მაგალითი, რომ ბრეივიკი იყოს ადამიანის უფლებათა, ბავშვების უფლებათა დამცველი, წითელი ჯვრის წარმომადგენელი. მე ჩემსაც სიცოცხლის სადგეგრძელო რო დალიოს. ბრეივიკმა, კი ბატონო. ან პოლპოტმა, პოლპოტი ადამიანი, რომელსაც მე მგონი ყველაზე მეტი ადამიანი მოკლა დიქტატურის მსვლელობისას. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ეს კონტრპროდუქტიულია საერთოდ, იმიტომ რომ აი ესეთი ნაგლები რო ხართ. ეშმაკზე არის ძალიან კარგი ანეკდოტი ეშმაკზე და გურულზე. ეხლა არ შეიძლება მაგალითის მოყოლა. გურული რო თრალი ბრუნდება სახში და ეშმაკი რო გამოუხტება და შეაშინებს და ამისთან ამ მზე რო ხარ, მაგიტო არევასები არავის. აი, ამისთან ამ მზეები რო ხართ, ნაგლები, მაგიტო არევასებით არავის. ჩვენ სპეციალურად მე გავბრაზდი და თხოვე ჩვენებს გაეკეთებინათ კოლაჟი, რომელიც არ ასახავს იმას, რაც თქვენ კონკრეტულად მედიის წინამდე გაქვთ ჩადენილი. უბრალოდ გავუშვათ და შემდეგ გავანალიზოთ. აი, ცხელგულზე გაკეთებული კოლაჟი, თხოვთ გავუშვათ. დამყარეს და იარაღები დაგვადეს. კამერა. გალახეს და შემოჭალა. ხრეშილი ის იყო საფლავი და დამაგდეს და დამიწყეს წიფლებით სენა. იარაღი გადატენა და დამადო შუბლზე. შეიარაღებულები, გოგოები, პრაქტიკანტები, ჟურნალისტები, ორსულები, ყველანი დაწი. როგორც მემატყობინებენ, არხი გათიშულია. გითხრათ რომ დაგვეტოვებინათ ტელევიზიის შენობა. ბიჭები ეყარენ იატაკზე. ბიჭო რა შევიდო? გავალეხეთ. გამოხდა. მაურისმის ტელევიზიაში და რაღაცა საშინელება ხდება. აი ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, რასაც აკეთებდით აქ თებშების დაყადაღებას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეკავებინა, უბრალოდ ტრაგიკული კადრები არ იყო. თქვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდით, რომ არ გაეხარა პრესას, მედიას. თქვენ დროს ტელევიზიის გახსნა იყო გოლგოთა, იყო სიზიფეს შრომა. თქვენ დროს ყველა კრიტიკულ ჟურნალისტს უბრალოდ არ ვიცი რა, რაც ყველაზე მურტალია, რას უშვებოდით, კი არ აშინებდით, გრთამავდით. აი ხა მე არ მინდა გვარები და სახელების დასახელება, მაგრამ რამდენი ადამიანი ვიცი, ვერცხლით, აი ფულით რო მოისყიდეს და პროსტა მერე დაიკარგნენ ტიპები. მათი სახელები და გვარები და დაშინება კიდე მეორე. დაშინება, მაგრამ როცა სულს წაართმევ ადამიანს, როცა მოხდამა არ გამოვა, მე დაშინება, მაგრამ ნუ მე ვიცი იმედში მუშაობდნენ ტიპები, ბადრის იმედში იყო ვარსკვლავები, თანავარსკვლავედი მაგარი ჟურნალისტებისა. და ეხა არ მინდა გვარების და სახელების დასახელება, მაგარ რეპორტაჟებს აკეთებდნენ. ხვლიკი კი არა, სხვები. და პროსტა ისეთი რაღაცა გააკეთებინეს თავის დროს, რომ მე რაღაცნაირად დაიკარგნენ რა. ხო და მე აი დავასრულებ რა, რომ აი რასაც ეხლა აკეთებ და რასაც აი ეს ცინიკურად შადიხართ. აი კიდევ ერთი მიზეზია იმისა თუ რატო არ ევასებით ხალხს, მაგრამ კარგია რომ ვერ ხვდებით რა. ხო და მე მგონია რომ ამას კიდე ემატება რაღაც რიგი კატეგორიები რა. შეხედე ჩვენ ეგრეთ წოდებულ ჯენზის, რომელიც საერთოდ არ მომწონს რომ დამკვიდრდეს საჯარო სივრცეში ესე ტერმინად, იმიტომ რომ არაფრის აღწერი ეს ტერმინი არ არის. მაგრამ ამ ახალგაზრდებს, ანუ რომელთა მე სხვანაირად ვიტყოდი, ცოცხალი მეხსიერების ნაწილი არ არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი, ხო? რომ მოუყვეთ
ის ამბები ეხა რაც სკოლაში იყო და რაც ჩვენ ჩამოთვალეთ და რაც შეიძლება ჩვენ შეიძლება არ დავამატოთ. დაიჯერო. შეიძლება კი არა, არ დაიჯერებენ, იმიტომ რომ ეს არ არის 10 და 15 წლის წინანდელი ამბავი. აი, დღევანდელი საქართველო არ გაძლევს იმის საფუძველს, რომ შენი ფიქრო თუნდაც ცოტა ხნის წინ ეგრე იყო, ხო, 15 წლის წინ, რომ მაგალითად პირდაპირ ეთერში ეხა ჩვენ რომ ვინმე მაგ აგვიფეთქოს ხელყუმბარა. ყუმბარა, საბრძოლო. ფორმულაში რომ ხელყუმბარა აფეთქონ, რა შემოიჭრან. ხო, ნუ შემოჭრა სხვა არ ეხა თავარი არხი რო სიტყვაზე დაიხუროს იმით, რა ქვია, პირდაპირ ეთერში, მაგალითად გვარამიას რომ იყავდეს პირდაპირ ეთერში და სპეცრაზმი შევიდეს. ოღონდ მიზეზად რო სახელდებოდეს ის, რომ ანტისახელმწიფოებრივი და რევოლუციურ განცხადებებს აკეთებდნენ. მე მახსოვს მაგალითად 20 ივნისი, როდესაც მიშა სააკაშვილმა დაპოსტა, რომ ჩემ შექმნილ პოლიციას მოუწოდებ, არ დაემორჩილოს არავის. მე მახსოვს გვარამია და მიშა ერთად ლაპარაკობდნენ, რომ პოლიციელების მისამართები ვიცი და დედებს მივაკითხავ და გადავუაროთო რომ იძახდა პირდაპირ გადავუაროთ ერთი. მეტი იმედს მაგის ნახევარი არ გაუკეთებია რა და გვარამიამ რომ მერე გააправა ნოემბრიდან ერთი წამით რა მართლა. ამის პროსტა ეს რო განხორციელდეს და თებშების დაყადაღება ეგ მგონია რომ კიდე სხვა ისტორია, იმიტომ რომ თებშების დაყადაღება რა არის? კეთდებოდა TV9, მე ვიცი ეგას. ხო. თებშების დაყადაღება არის ეგეთი რაღაცა. და თებშები კი არ დაყადაღებდა მარტო. ანუ მაგარი ისტორია. ხო, მაგარი ტექნიკა ერთდებოდა. ეგ სხვა. ეგ სალკე. ანუ იქ გუდრონს რო ასხავდნენ საზღვარზე, საბაჟოზე, ეგ სხვა. ოღონდ კამერებს და იმას. მაგარი იყო თებშების დაყადაღების ეპოქა. ფეხებზე კიდათ მაესტრო. იმიტომ ნახეს გავრცელების არეალი იყო დაბალი რა და ხელს უშლიდა ყველანაირად. სხვა შორის არ იყო ჩასმული მაესტრო სილკნეტში, დიდი ბოდიში, მაგრამ იყო ეს და მე მიხდებოდა აქციების ჩატარება სილკნეტთან, რომ ჩაგვრთეთ სილკნეტის არხზე და ნუ არ იყო ეგ იყო ეგ სიმართლეა. და რა მოხდა მე? დაიწყეს თებშების შემოტანა. რომელიც დაიჭერდა მეცხრე არხსაც და დაიჭერდა მაესტროსაც. და შეხედეს რომ სოფელში სადაც ჩაირთო მეცხრე არხიდან მაესტრო საერთოდ შეიცვალა განწყობები. აი ერთ კვირაში შეიცვალა და აღიქვეს საფრთხეთ და დაიწყეს დაყადაღება, შემდეგ მაესტრომ შემოიტანა და ასევე უკანონოდ დაიწყეს დაყადაღება და ამას ხოდა აი რა ვიცი აი ყველაზე ბნელი აი ხა რო დასცინიან კონცერტს ბნელი ხარ აი როგორი სიბნელე იყო ის ხა ხო ამხელა მუტრუკი ტიპები დადიოდნენ სახურავ და ამდენებს აბა ბიჭო მიზეზად რა სახელდება მე მახსოვს კიდე ერთ-ერთი ძალიან მე ვიტყოდი რომ მონუმენტური ნიშნობის ეთერი არის ალეკო ელისაშვილი და კარდუ როცა ხედან და კარდუ აправებს სამარშრუტო ტაქსებში ოპოზიციური რადიოს გამორთვას. კი. საოცარი ეთერია, აი საოცარი ეთერი, შევახსენოთ რომ ეს ხდებოდა რადიო უცნობი გამორთეს კი. გამორთეს სამარშრუტო ტაქსებში. და ბოლოს ვიტყვი, ესე იგი TV9-ის აპარატურა, ძალიან მაგარი აპარატურა, რომ საბაჟოზე ხან რაღაცა შეუერთეს. არა, მექანიკური დაზიანებები. ხან იმაზე შეუერთეს, ხან იმაზე და გადაწყვეს რა. ნახევარზე მეტი ტექნიკა, ბიჭო. ანუ მედიის თავისუფლებაზე მე მგონია რომ ძალიან ხშირად ჩამოგვითვლია ეს, მაგრამ მეგის გარდავა რომ ლაპარაკობს ადამიანის უფლებებზე და ვანუმერაბიშვილი და ასე შემდეგ ის კიდე უფრო მეტად ლოგიკურია ვიდრე ესენი ლაპარაკობდნენ მედიის თავისუფლებაზე რა. კოლეჯი რაც გავიდა ალბათ 1%-საც ვერ აღწევს რეალურად რა. შეუძლებელიც იყო ალბათ. შინაარსობრივადაც და ვიზუალურადაც. ნუ მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ 16 წლის ვიყავი და ისეთ საყურებელი იყო, ძალიან შემზარავი საყურებელი იყო პირდაპირ ეთერში არხის გათიშვა და იქ დაშინებული ჟურნალისტების ხმის მოსმენა, განსაკუთრებით კარგად მახსოვს გიორგი თარგამაძე როგორ შეშინებული იყო, რომელიც ახლა თავის დამარბებული სტუმრები მოვიდნენ. იმასთან ზის, რა ქვია, კეზერას ტელევიზიაში და იქიდან უძღვება. და იქიდან ამბობს რომ ეხლა არის ყველაზე ცუდ დღეშიო მედიის თავისუფლება. ეგ მოღალატეა. და რეალურად მაგან რა გამოიწვია შემდეგ რა ჩვენ მივიღეთ ქართულ ტელევიზიებში ერთ ხმაზე მოლაპარაკე სამი დიდი არხი, რაც იყო მაშინდელი რუსთავი 2, პირველი არხი და უკვე იმედი. და ანუ ეს იყო ალბათ დიქტატურის ყველაზე მკაფიო გამოვლენა, იმიტომ რომ ფილმები რო გაიხსენო მაგალითად დიქტატურაზე გადაღებული იქ ვერ ნახავ სცენას სადაც სპეცრაზმი შერბის
არა ხელისუფლების დიქტატორულ ხელისუფლების მიერ დაქვემდებარებულ ტელეკომპანიაში იქ არბევს თანამშრომლებს, შემდეგ იკავებს თავისად ხდის და აბსოლუტურად ყველა არხს ერთ ენაზე ალაპარაკებს, მაგის კოლაჟებიც იზებნება YouTube-ზე, შენ რო კონკრეტულ თაობის კონკრეტულ წარმომადგენლებზე ისაუბრე, იმათ შეუძლია ძალიან მარტივად რომ მოიპოვონ ეს ვიდეოები, როგორ ერთ ხმაში ლაპარაკობდა სამი არხის, სამი სხვადასხვა წამყვანი, სამ სხვადასხვა დროს გასულ საინფორმაციო გამოშვებაში. არა, ეგ დაახლოებით სოსო ქიმერიძის მკვლელობაზე იყო ხაშურში, სადაც პოლიციამ დაკითხვის დროს შემოაკვდა და ზუსტად ერთი აქცენტით ილაპარაკა სამმა არხმა. მაესტროს შენ ქონდა აკრედიტაციის გარეშე. მაესტროს დამსახურებაა, ეგ ჩვენი განაცემის დამსახურება რომ გაბაზრდა ეგ ამბავი, შემდეგ ძალიან ინტენსიურად ჩაერთო მეცხრე არხის და შემდეგ მაესტრომაც აიღო ესტაფეტა, გააგრძელა ესტაფეტა და იქამდე მივედით რომ იძულებულები იყვნენ რომ რაღაცა პასუხი გაეცათ. ანუ როგორი იყო იცი მან მეთოდი რომ იგნორირებას ახდენენ. პატარა ხარ, რაღაცა სკვირი ხარ, ვაფშე არ გაგიტარებ რა, საერთოდ არ დაგელაპარაკები რა. მოდი ახლა ჭინკებს მოусმინოთ მედია გარემოზე რას ამბობენ და თითოეული ჭინკა დავაკომენტაროთ, მე მგონი ღირს. ეგენი არანაირი ჩვენი კოლეგები არ არიან, ტამბოვის მგლები არიან მათი კოლეგები, ეგენი არიან უღირსი ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდ რამეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ერთ-ერთი ასეთი ნოდარ მელაძეა, გაუშვით შენ. წელს ქართული ჟურნალისტები ხვდებით კიდევ უფრო მეტი პრობლემებით, ვიდრე იყო შარშან, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება წლიდან წლამდე ცდილობს უფრო მეტად მოგვიდოს თავისუფალი ჟურნალისტიკა ჩვენს ქვეყანაში. თუ მანამდე ვხედავდით საკანონმდებლო რეგულაციებით და ირიბი მოქმედებებით მედიის გაჩვენების მცდელობას, ახლა პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე არიან გადასულები და სისტემური ხასიათი მიიღო ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებმა, როდესაც ასეთ ცდილობენ ჟურნალისტების დაშინებას სცემით, რომ გააჩუმონ ისინი და უარი ათქმევენ ამ პროფესიაზე. სწორედ ამიტომაც არის რომ ჩვენი ქვეყანა ასტრონომიული სისწრაფით იწევს ქვევით რეიტინგებში, რომელიც განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ინდექსს საქართველოში. დებილია. მე გავაკეთე მას შემდეგ ილაპარაკა რაც რეიტინგში მოვიმატეთ? არა, ოღონდ თავის რეიტინგია. ხო, ოღონდ სხვადასხვა საკითხებშიო და მე მახსოვს 2019-ში იყო თუ 2020-ში ჩვენ მაგაზე რაღაცას გავაკეთეთ, მსოფლიო ბანკის ეს იყო რა ქვია გლობალური ინდიკატორები, სადაც ჩვენ ისტორიულ მაქსიმუმს მივაღწიეთ სასამართლო დამოუკიდებლობაში, მედია დამოუკიდებლობაში, კორუფციის მიმართულებით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლაც მაგალითად იმას ევროკავშირის სტატუსის მიმართულებით როცა იყო საუბარი, მოლდოვას და უკრაინას ჯობდით ყველა პარამეტრით, მაგრამ პოლიტიკური განწყობილება 12 ნიშნული დავიწყეთ, მაგრამ მე ყველაზე მეტად ეს სისულელეა რაც ილაპარაკა. მაგრამ ყველაზე მეტად მე რამ აღეზიანებს ცი და სხვათა შორის დააკვირდით. აი მე შემიძლია ვთქვა სამი ტიპი გამორჩეულად. ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია და ნოდარ მელაძე. რო კითხო პროსტატა რა ფილმზე გიტირია. ან არა, უტირია. არა, სხვა რამეს ვამბობ, ნახე, არა, სხვა რამეს რა ფილმზე გიტირია. ბავშვობის რაღაც მოგონება გაიხსენე. ლაპარაკობენ როგორც აი ერთ შორის დებულს არ გააკეთებენ აი ესეთნაირად როგორ მესიჯ ბოქსია ხო არა სხვა რამეს როგორ ხარტად და რაღაცა ბოქსია არა და ეგ ნიშნავს რომ არაზროვნებენ არა ძალიან შენ აი კი გრიგოლია და ჟორჟოლიანი და ესეც რო არა საკითხებზე ლაპარაკს პროსტა სხვა გადაცემაში ნახე ნანუკა და ინგა ისე ლაპარაკობენ რომ გეგონება ის გადაცემები რომ არ არის ეგ ჯანსაღი და ეგ რატო გონიათ რომ ეხა кайშვება ეგ არ არის ჯანსაღი ნოდარა მელაძეს ლაპარაკის დროს კაცო ან უნდა გაჩერდე ან უნდა იბორძიკო ან რაღაცა უნდა ქნა თქვა ერთი ორი სიტყვა ეხა რაზეც ეს ჩივის არის ის რომ ჩვენ ვიცით რომ ჩვეულებრივ მედია ტერორისტებად ჩამოყალიბდნენ ესენი იმიტომ რომ კარგად გვახსოვს პრემიერის ცირეწლოვანიშვილის მიმართ განხორციელებული ტერორი შეიძლება თქვას მათი კაჯი ჟურნალისტი აკიდება კი ბატონო ძალიან კარგად გვახსოვს როგორი გვამებით მოსარგებლე ხალხია მომიტევეთ სხვანას ვერ დავუკვირ სადაც უბედურება სადაც რაღაც პრობლემა მთავრობას აბრალებენ ამ პრობლემას და მათი სვავი ჟურნალისტი მიდის და აწუხებს ოჯახს რამდენჯერ გვინახავს ან ემაგოგოხი ან ნებისმიერი ჭირიდან გამოგდებული ხო როცა პანაშვიდიან დაგძალვა აი კინცის კუნ გამოგდებული ძალიან კარგად გვახსოვს მათი ჟურნალისტების კაჯი ჟურნალისტების შეჭრა ეკლესიებში და მონასტრებში როდესაც
სასულიერო პირი ეუბნება, რომ ეს არ არის წირვა, არ არის ადგილი, სადაც შეიძლება მე პოლიტიკური დრო არ არის, რომ პოლიტიკურ შეკითხვებზე პასუხი გაგცე და დამედ და ჩვენ იჭერება ეს ხალხი. და რა თქმა უნდა ამაზე ხალხს აქვს თავისი რეაქცია და რატო აქვს რეაქცია? აი მაინც ვიტყვი, რაც უნდა დამსაჯონ და ამკუწონ. ჩვენ კანონი არ გვაქვს. კანონით თქვენი ტერორი არ რეგულირდება. ამიტომ ხალხიც ინსტინქტურად მათ დაუნებურად ცდილობს თქვენს პარიანტკაში მოყვანას. ძალიან სამწუხარო რომ ზოგჯერ ეს ხალხი რაღაცას ისე არაკეთებს როგორც თქვენ მოგწონთ. ბოლო გავიხსენოთ გოგელია რომ შეუვარდა ვიღაც კაცს რომელსაც თურმე გარკვეული დაავადება აქვს და მეუღლე ყავს გარდაცვლილი და 5 ბავშვს რო ზრდის ხო გახსოვთ ეს ამბავი ხო დაიჭირეს ის ტიპი და მართლა საცოდაობა იყო არაფერი არ დაშავებია იმ გოგელიას და პირიქით საზოგადოება რას საყვედურობს ახლა ოცნებას რომ ზედმეტად ხო არ უვლით ამათო მე ხშირად გამიგია ეს გამონათქვამი რომ ზედმეტად ხო არ აფარებ ხელს და ეს ნაგლი ეს ნოდარა მელაძე პირიქით აქეთ გვიტევს პირიქით აქეთ იწვევს პროვოკაციაზე ხალხს მისი ჟურნალისტები სიგიჟებს ფეიკებს ლაპარაკობენ მაგითო რასაც ლაპარაკობ რომ ხალხი ცდილობს ესე იგი პარიატკაში ხო მოიყვანოს ეს ყველაფერი და თქვა თუ სისტემა არ არეგულირებს მიიღონ ბუნებრივი მეთოდებით რაღაცა კანონი მე შეგახსენებ მაშინ რომ ბუნებრივი მეთოდებით მიღებული კანონი რაღაცა სხვანაირად ჩდება შენ თუ გახსოვს ფორმულას ოპერატორმა რო ჩაარტყა ტიპს ოღონდ შტატივის ფეხი ჩაარტყა კისერში იმან იმოქმედა შემდეგ და ის არ ვიცი მე მგონი კიდე დაჭერილია ხო არა მე მგონი არ მაგრამ რა ვიცი ხო ნუ მე ეგრე ვიცი რა და ეგ ხო პრობლემურია ცალკე მაგრამ მეორე საკითხი კიდე ის არის რომ ჩვენ კანონი გვაქვს უბრალოდ ამ კანონს უნდა აღსრულება არა გვაქვს როგორ არის საკანონმდებლო ბაზა არის ამშვენიერი საჭიროა კანონი რომელიც ფეიკებს და ტყუილებს ტყულების დაჯდას გახდის კანონი რომ გქონდეს მინიმუმ ხო იმაზე მაინც დაფიქრდებოდა ნოდარ მელაძე რომ ამ თავის ტექსტში რომელიც წეგანახეთ ორი ფეიკი არ ეთქვა ერთი რაც ეხებოდა იმას რომ მუდმივად ვიკლებთო რეიტინგში როც თან დღეს გამოქვეყნდა ეგა ყველაზე მაგარი უშინდელი მაინც იყოს ეს ჩანაწერი ხო დღევანდელია დაღდათ დღეს გამოქვეყნდა რომ იმაში რომ მედიის თავისუფლების რეიტინგში კიდევ უფრო წინ წავიწია და მეორე რომ საკანონმდებლო დონეზე ცდილობენ ჩვენ შეზღუდვას და რომელი საკანონმდებლო ორგანოსგან დარეგულირდა ან ტევ პირველი ან მთავარი არხი ან ფორმულა თავის ფეიკებს ჩიპი ხო მოითხოვეს ერთხელ რა ჩიპი რა გამოძება ითხოვდა კაცო ტევ თვითონ რომ განაცხადეს რაღაცა რომ გვარბევენო არ მიცეს არა თვითონ ეს რაღაცა რომ ჩიპი გვაქვს სპეცრას ველოდებით არა მეგონი როგორ იყო იცი მომიტოვე თუ მეშკება მაგრამ მეგონი იყო ესე რომ ჩვენო გვაქვს რაღაცა დოკუმენტებიო ჩანაწერი თუ რაღაც მასალაო რითაც რაღაც დანაშაულით კიცდებაო და რომ მივიდნენ წასაღებად აი გვარბევენო რა ხო ეგრე იყო კი ბატონო კიდევ ერთი ხლიკი ზვიად ქორიძე მედია გარემოზე და ნიკა გვარა მედია ექსპერტი თქვა ჩვენ საკევინო თქვა ისეთ ფიგურაციებზე ვერ შეგახსენებ ისეთი ჭაღარა კაცი არის და იშვიათად ჩანს ხოლმე მედია გარემოზე მუშაობდა მე რომ შეხელა არა შენზე პატარა მედია გარემოზე მაგრა ლაპარაკობს ეხლა რაც შეეხება შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო ვერ გაიხსენებს მაგითაც კარჩე რომ ნახავ ეგრევე იცნობ კაი მოკლედ მე სხვა რამეს ვახავ ეხლა უყურეთ როგორ არის მეგობრებო რამოდენიმე სიტყვა როგორც მედიაში ასე თუ ისე გაცნობიერებულ ადამიანმა ამდენი წელია 20 წლის რო ვიყავი დავიწყე ხო დიდი ხანია ხო 30 წელია 30 წელზე მეტია აქავარ მედია ექსპერტებსა და ყველაზე მაგარი არის მედია მკვლევარი ნინო დანელი არის მედია მკვლევარი პროფესორი ილინოისის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი მედია კვლევის საკითხებში ხო ეს არის დებილობა მედია არ არის რაღაც მეცნიერება მედია არ არის ხელოვნება მაგრამ არც კონვეიერი არ არის რაღაცა რაც მუდმივად ვითარდება ეხლა საერთოდ მედია მკვლევარი რას ნიშნავს არავინ არ იცის იმიტომ რომ მედია არის უამრავი ათასნაირი და მედია ვარ თითოეული ჩვენგან რომელიც ჩვენს შეხედულებას ტრანსკრიბებს ამ მედია ექსპერტებს და მედია მკვლევარებს ბოლო 30 წელია მედიაში არაფერი არ გაუკეთებიათ და რაც ადრე გაუკეთებიათ ქორიძის ისტორიაც ვიცი და დანელიას ისტორიაც ვიცი მათი მედია ისტორიები ყველაფერი დასრულდა კრახით
ამიტომ ეს ვაგონები რომ ჩამოვიდა მასწავლებლების, ცოტა სხვა ჩიხში უნდა შევიყვანოთ. გაუშვათ ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი. სახელმწიფო გამოიყენა ძალიან მკაცრი რეპრესიული მექანიზმი და მედიის შეზღუდვისთვის და მან საპატიმრო დაწესებულებაში მოათავსა მედიის მფლობელი და მენეჯერი. აი მედია მენეჯერის გარეშე ყოველ შემთხვევაში ის არგუმენტაცია, რომელთაც ნიკა გვარამია დღეს არის საპატიმროში, არანაირად არ არის კავშირში რაიმე ტიპის დანაშაულთან. როგორი ძახიან ამას კაც? შეესეთი სტრასბურგში გააცაჭირეს, ხო? მე დარწმუნებული ვარ სტრასბურგის გადაწყვეტილება როგორც რუსთავის საქმეზე მოვა, ისეთი მოვა აქაც. მედია მკვლევარების ესე იგი სამოქმედო სფერო არის დილიხორი. ხო. ანუ რაც გაუსწორდება იმას ამბობს და ამას აპრავის რომ მე მედია გამოვიკვლია ზმაო. არა, მე ხო ლიბერალი ვარ და მედია მკვლევარი. და შენ ვინახარ ხოცოში არა ადამიანო, სუნიანო. საბოლოოდ იცი რომ შეიძლება ჩხუბის დროს, კამათის დროს მაგ არგუმენტით დამთავრდეს. რუსეთი ოკუპანტია, კითხავს და ნუ ჩააგჭრის რა. იმიტომ რომ უთხრა ოკუპანტია, ეხლა შენ სპეციალურად დამბობ, თორე თელი შენი მოღვაწეობა მიწვრილი გაგიმიჩნევს რომ არ არის ოკუპანტია რა. კარგი. ძალიან კარგი გრიგოლია, იქ გრიგოლია ხო ახსენე შენ ახალგაზრდა. კი ბატონო. გაუშვება. ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ შესაძლებელია გაიგოს ჩვენი ხმა საქართველოს პრეზიდენტთან არის აქცია. ვიცით, ერთადერთი მას აქვს გასაღები ხელში, რომ ეს პოლიტიკური პატიმრობა დაასრულოს ნიკა გვარამიასი და უკანონო დაპატიმრებული მედია მენეჯერი გამოუშვას გარეთ. ხო, მედია მენეჯერი. აი, ხაბასკუპის თემაა? ეხა არ იყოს ხაბასკუპი. რატო? ბიჭო, ანუ იაზროვნა? ანუ იაზროვნა. მართლა ოღონდ. შენ ბიჭო, შენ თეორია გადათქვი? იცი რა, ძალიან რთულია მაგას ძალიან დიდი მიკროსკოპით აკვირდებიან ფოსტალებს მაგალითად და მათ რეაქციებს და მართლა ეგრე. არა, იმიტომ რომ შალვა მე ეგ თეორია საიდან გამიჩნდა, იცი, არ შეიძლება რომ პირად საკითხებზე, აი შენ რო წახვიდე გადაცემაში პირად საკითხებზე, სადაც საუბრობ თქვათ ბავშვობის სიყვარული ვინ იყო და რაღაცა, ილაპარაკო იმ ტერმინოლოგიით და იმ თხრობის მანერით, რითაც ნოდარ მელაძეს მიყავს გადაცემა. არ შეიძლება პროსტა რომ ნოდარ მელაძე როგორც ლაპარაკობს, ის ლაპარაკის საერთოდ არ შეიძლება არსად. ეგ მაგის გადაცემაში არ შეიძლება, მაგრამ აი ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ შეიძლება რომ ეს ხაპასხუპით ილაპარაკო. არ არის ეგ სწორი ფორმა და თუ და ნახე თუ არ გაიაზრებენ ეხა. და რა იზავენ? ფორმაში შეცვლეს შერახან თქვი? დაიწყებენ ცოტ-ცოტ. აი, შენ თუ არ იყოს ეგრე მე ვიყო არა. დიდი გავლენა გაქვს ესე იგი მაგაზე? ბიჭო, ერთხელ მე ბახსოვს ნიკამელიამ ჩვენი ტერმინები, მაგრამ ამოიჩემა კიდე ვიღაცა გეუნები რა, იმიტომ რომ სწორად თუ მიუდგები ადამიანებს, ამათ ეს ეგონათ 30 წლის განმავლობაში, რომ კაი რამე იყო თუ შორისდებულებს არ აკეთებ. და შენ არ დაგავწოს რომ მედია მენეჯერი და თუ შენ დააფიქრებ რომ ეს ბევრად საპრავს, რომ უცნობთან რო იყო გრიგოლია. გახსოვს? ნიგის ნოდარ მელაძე პირადად მე მომიგონაო ფეიკებიო. მე ამ იმას მედია მენეჯერი კი არა. მედია მენეჯერი არა. არა, რაღაცა სიგიჟეთ. მედია არა, ნიუსმეიკერი. ნიუსმეიკერი ის არ არის. ნიუსმეიკერი არის, როდესაც შენზე კეთდება. როდესაც შენ ხარ პერსონა და შენს გარშემო. და ამას ეგონა რომ ნიუსმეიკერი მაგარი ნიუსების კეთება. ხო, გრიგოლია უნდა დაანებოს თავი უცხოურ სიტყვებს, იმიტომ რომ ნიუსმეიკერი გონი ადამიანის ნიუსმეიკერი და ნიუსმეიკერი არის ადამიანი, რომელიც ისეთი ადამიანი, რომ ნებისმიერი სიახლე მის ცხოვრებიდან არის მედიისთვის საინტერესო. მაგაზე მნიშვნელოვანს რომ ინგა გრიგოლიამ არიცის ტერმინოლოგიები და რაც ყველა მიცის ესეც. რა გვითხრა ჩვენ მისმა მოწადინებამ რომ ნოდარ მელაძე სამაგიეროდ მაგარი ნიუსმეიკერი ან შენ შეიძლება ყველაზე ამორალური ტიპი იყო, ყველაზე ამორალურ საქმიანობას ეწეოდი, მაგრამ ნიუსმეიკერი, მედიის მკვლევარი, მედია მენეჯერი თუ ხარ, მაშინ მოსულ. სალომე სავადაშვილი გაუშვა. ბატონო, ნაციონალური მოძრაობა პარტია არ არის? არ არის ჩემი აზრით. აბა რა არის? მიშა სააკაშვილის პარტია. კი, მიშა სააკაშვილი ხვალ რო იტყვის რომ მე აღარ ვიღებ, მე აღარ ვარ. სადმინის ნაციონალური დიდი ბოდიში კი არ გეწყინოთ. რეალობას აქვს და აი რა საჩვენებს ის გამოკითხვები, რაც გამოვით მაშინ პარტია იყო. არა, მაშინაც ესე აღნიშნა რომ მიშა სააკაშვილის ამომრჩევლები არიან ნაციონალური მოძრაობის პარტიის ამომრჩევლები. ქვია ნაცმოძრაობას პარტია, მაგრამ მისი ხმები, მისი არ
თქმა უნდა თავარი და ეს კვლევებმაც დაადასტურა. ხო და კვლევები რიცით რას არის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ნაციონალურ მოძრაობაში. თავმჯდომარე ვინ ყავს? აუ რაც რა ვერ შეუსრულა ნახე. რა ვერ გავიგე, იცი? ამათ რა მუღამი აქვს ნაცების ჩაძირვის. ვის? ვიღაცებს. ბოლოს ხო მაინც ერთად მოგუჩნდნენ. ლევოებს. არა, არ მოგუჩნდებია. უნდა შეიქმნას კაც ილუზია ხო უნდა შეიქმნას. იმიტომ რომ მარტივია კაც სალომე სამადაშვილს შეუქმნეს ის ვითარება როცა აღარ დაედგომებოდა პარტიაში. იმიტომ რომ სიგიჟეები ლაპარაკა. სიგიჟეები არა, სწორი რაღაცები. კი ბატონო, სწორი რაღაცები ლაპარაკა. გვერდით ეჯდა ვაჟბატონი, რომელიც ძალიან დიდი ბოდიში და სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ეს არის იმ საოცარი მესეჯ ბოქსის გამომტანი, როდესაც BBC-მ დაწერა კეზერაშვილზე და ამან თქვა, რომ კახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო. ხო და ამან თქვა, რომ რაო, თან ისეთ ბრიყვის სახით ილაპარაკო. ხო, ისეთი ბრიყვის სახით ილაპარაკო, რომ აი გულიდან მოსდიოდა ეს ყველაფერი ბრიყვია რა. ბოდიში მოვით ხო BBC რო გადაფარა ხო რომ ბაობაბები და რიკოთით უნდათო ამის სკანდალის გადაფარვაო და ეხლა ვერ შეუსრულა კარგად სალობე საბადაშვილს თორე ხო ჩაეკითხა თქვენ რო იყავით მაშინაც ეგეთ პარტია იყო და კიო და მაშინ აკეთებდა სალომე საბადაშვილის ისაძაგლეებს და ყველაზე ცუდ განცხადებებს მაგარი რაღაცა რატო ჩაეკითხა იცი რა უთქვა საბადაშვილმა მიშას პარტია არ ხართო და ჯადუა გაიგე და ვერ ამბობ რომ არა ვარ ჩვენ მიშას პარტია მარტო კითხვა ანუ მაგას რატო ახსენებ ცუდ კონტექსტში ვერ გავუშვი თქვენ რო იყავით იქ რა პრობლემა იყო მაშინ მაშინ რატო ეს ცუდია მაშინ რატო იყავით ამდენი ხანი აი მე მივხვდი რას მივხვდი მე ყველა განცხადება რომ მიტინგი ესე უნდა დაიშალოს ყველას ისაძაგლე მაშინ და ბოლო წვეთი იყო ეს როდის გუბასანიკიძე და ის რო დაინახე ნიკა მაჭუტაძე და ის რა ქვია მეგის კარდავა არ გიშლიდა ხო აი ამ შემთხვევაში არ შეიძლება ბრიყვებს რო უთყაპული არა ერთი გური შენ როგორ ფიქრობ ამ სახის დისკუსიაში ყოფილ ნაცებს შორის დისკუსიაში ეს ყოფილ ნაცები არის ყველა ნაცებია ხო ხო მეგის კარდავა როგორც პრობლემა გაიჟღერებს რომელიმე მხარესთვის მე მგონი ტაბუა და ახსენებენ ხოლმე რა მეგის კარდავას კი ვისაც შეხება უშუალოდ არ მეგის კარდავა არ გაიხსენა ვანო ხო მაგრამ არ იქნება რა როგორც პრობლემა ისე როგორც არ ნიკამელი ახსენებს მოერიდებია მეგის კარდავა მეგის კარდავს ხო იცი ესეც მოერიდება და საბადაშვილი მეგის კარდავს იმიტომ მოერიდება რომ არც ერთი მათგანი არ აღიარებს რომ ჩვენ დროს ვაწამებდით ხო მეგის კარდავა პირდაპირ წამებია მაგრამ სადაც იმას გეუბნებიან რომ თქვენ პარტია არ ხართ და თქვენ ხართ მიშას რაღაცა სექტა ხო ეგრე მეტი კი არაფერი არ უთხრა თქვენ ხართ მიშას სექტა ის დაეთახო ბრიყვიო ვერ მიხვდა ხა კაც უთხრეს რომ წადი და თქვიო რომ BBC ცდილობს რიკოთის უღელტეხილის თემის გადაფარვას იგარიაგო ჯიქსონა აკროზის აკაური ნაკვესია გაუშ მე რო ნაცმოძრაობის წარმომადგენელი იყო დიდ ხატს მივიტანდი პარლამენტის დარბაზში და დავიფიცებდი რომ მე არ გავეკარები არასოდეს ზალოვან უწყებებს ხატზე და ხო ხატზე დავიფიცებდი რომ საერთოდ არ ვიკითხავ ვინ დაიჭირონ ვინ გაუშვან საერთოდ სიტყვა სასამართლოს არ ვახსენებ პროკურატურას სუს ამას არ ვახსენებ ანუ შიშის მოხსნის თემა უნდა დაიწყოს და როგორ შეიძლება ეს იყოს დამაჯერებელი დიდი პერფორმანსი ჭირდება არა ამ ნაცები არ მოსულა ზალოვანებად, მაგრამ მოსულან ჯანდაცვის სამინისტროში მოსულან? არა, ზალოვანები თუ არ აქვს, ჩათვალე რომ ეგ აღარ არის. ანუ კბილები დააცალო რა, ეგეთ კბილებს დაცლი როგორ იტანჯება, ხედავ? არ უნდა მაგას ხელისუფლებაში მოსვლა. და ეგ არის, არა, იაგო, კაცო. ჯერჯერობით სვეჟად. და რა უპასუხა მოტკოველმა, გაუშვით? ბრიყვი. მიშა სააკაშვილის კომპლექსი სანამ გექნება და ნაცმოძრაობის კომპლექსი სანამ გექნება. მე მოგება მინდა ხელს მიშლის. ვერასდროს ერთობა ვერ შედგება. პირიქით ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც პროპულ ძალას წარმოადგენს, ვითანამშრომლოთ კი არა, ერთად ვიბრძოლოთ და ერთიანად ვიბრძოლოთ. ერთიანად დაიფიცეთ, რომ არ დამიჭერთ კაცო. მხოლოდ იმას ხო არ ნიშნავს. არც მიშა სააკაშვილს ქონია არასდროს იმის კომპლექსი, თუ რამე არასწორი მოხდა. ხალხო ეს არის ჩემი აუ რა საყვარელი ტიპია. პროევროპული დაჟე ერთ პროევროპული ძალას ვინც წარმოადგენსო ეს არის დიდი ევროპელი ხალხო ერთი წუთი ხალხო აგერ არის ტექსტი ჩახედეთ ტექსტს ლევან ხაბეიშვილი საკუთარ თავზე დამიწერა პროდიუსერმა სკეპტიციზმი იქნება კრიტიკა იქნება და всё გავჩერდეთ ახლა ანუ ეხლა ჩვენ მოვისმენთ როგორ თქვა სიტყვა სკეპტიციზმი და სკეპსისი სკეპსისი თუ თქვა სკეპსისი დაჟე advanced level-ია სკეპტიციზმის ნატო სკეპტიციზმი სკეპტიციზმი იცის რა არის სკეპტიციზმი ისე დაიზეპირა რომ
პრობლემა არ წარმოეშვა ამ სიტყვის წარმოქმნას. აბა მოდით მოусმინოთ ლევან ხაბეშოს. სკეპტიციზმი იქნება, კრიტიკა იქნება, ოღონდ მე თქვენი ეთერის მეშვეობით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვერ გავიგე. სტრეპტოციტი იქნება. არა, სკეპტიციზმი თქვა. ამ კარგად. სკეპტიციზმი ისე თქვა, რომ მანამდე ჟურნალისტს ეს სიტყვა არ უთქვა. გაუშვით. ეგ არის ხელოვანი. იქნება, კრიტიკა იქნება. გაჩე, დაგარაჯა. შენ ეს წამოიღე იმ პონჩი, რომ ლევან ხაბეიშვილმა აბა რას ლაპარაკობ რა თქვა. ხო, აბა ხა მაგ ნიუს აკრი. ხო, რაღაცაშია ჟურნალისტმა თქვა მანამდე ჩვენ. არა, მე მგონი პროფესორი პრიაბრაჟენსკი არსებობს და ძაღლიდან ადამიანის გადაკეთების რომედაო წადდა ხა ყავს ატმევი სკეპტიციზმი. ყვავი არ არის ეგ. ჟურნალისტის წინ რამდენიმე ხაბეშუს იცი ვინ არის, ო? ჩვენ მახლობელმა თქვა ეს. მანქანას რო ძაღლი ვიდეს, თურაკი ძაღლი და რო ხებს. რო არ იცის რატომ ის. ხო, უბრალოდ რა, ტერიტორიას რო იცავს ვითომ. აი ეგ არის და როგორ ჩანს არსებობს მათ ყავს დაიქირავეს პროფესორი პრიაბრაჟენსკი, რომლისგან აი ამ ძაღლიდან ადამიანს აკეთებს. ხო და თქვენ ხო მედავებოდით, რომ ყვავი მოუგებს ხაბეიშვილსო. კი. ხო და აბა მიდი და ყვავს ატქმევინე ახლა სკეპტიციზმი. ვერ იტყვის. მიდი და აბა მან დაიჩხავლოს. დააჩხავლება რა ყვავი ამოცანებს ხსნის და იმ ფორმებში ალაგებს იმერგან განტოლებებს. ყვავი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არა, შალვა ნუ იმ ფუნდამენტალისტია. ხო და მაგრამ ამის მარტივი ამოხსნა მე მგონი ისა რომ ჟურნალისტმა ახსენა ეს სიტყვა და ამუბრალოდ გაიმეორა. სწრაფად. არ ორ წამში მერე ვეღარ გაიმეორებს. არ დავიზარებ ზემოთ მინდა საეთეროში ვთხოვო რომ ეხლა არა, მაგრამ ხვალისთვის კითხვაც მოგვეცით, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა შინაარს იგნორირებას ვახდენთ რაც იძახის ხაბეიშვილი, მაგრამ სიტყვა სკეპტიციზმი მან წარმოსთქვა უშეცდომოდ, რაც რა თქმა უნდა სენსაციაა. ძაღლის ადამიანად გადაკეთების პროცესი დაიწყო. თუ არ დაიწყო იქნებ, მაგრამ ეგეც გაუჭირდებოდა. გამეორება? ხო. შავატოკას. კაი, გამეორებას რა უდგას წინ. თქვენ წაჩავდი. ხია, მაგრამ რა გაიმეორე ზუსტად რა თქვია, ბა? სკეპტიციზმი მისთვის ხო ეგ სიტყვა რაც მე თქვი ახლა. ესე იგი ფონეტიკური მახსოვრობა აქვს. აი, შეიძლება მოუძებო მეგობრებო, უნარი. არის ესეთი ეგრეთ წოდებული ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც შეცდომა დაუშვა. მე მახსოვს ხათუნა ლაგაზიძე, ნინო ჯანგირაშვილი და მესამე აღარ მახსოვს, ძალიან მაგრა რო იცინოდნენ, ოღონდ სისულელეზე. ეთერში რო გულია. კავკასიაზე ხდებოდა, ხო? ეთერში რაღაცა მაგი და გაყანყალდა. აი გაუშვით. აი ძალიან იცი. გაუშვით. იმიტომ რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ და მათ ამის აღიარება მოუწიათ თავად თქვენს უარი საქართველოს მიეღო მონაწილეობა ნატოს ეგიდით მიმდინარე ორ თვიან წვრთნებში და სრულიად აბსურდული მიზეზი მოიყვანეს ამისათვის რომ თითქოს ლოჯისტიკური ხარჯები, ანუ ასე ვთქვათ, სატრანსპორტო და გადაადგილების და ასე შემდეგ, კვების და ასე შემდეგ ხარჯები ვერ გაიმეტეს, თუნდაც ასე ყოფილიყო უკეთესისთვის, რისთვის უნდა გაგემეტებინათ, გარდა იმისა, რომ საქართველოს ჯარი ექნებოდა შესაძლებლობა 2 თვის განმავლობაში ნატოს სამხედროებთან ერთად გაწვრთნილიყო. უკეთეს რისთვის უნდა გაგემეტებინათ, კორუფციისთვის? გეკითხებით. ხო, ну, ესე იგი ბრალდება რუსეთული ხელისუფლებამ ნატოს ნებში სპეციალურად არ მიიღო მონაწილეობა, რითაც დაასუსტა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა მერაბა მეტრეველთან. ეხლა მეგობრებო, ჩემო ლამაზებო, რას ამოს მერაბა მეტრეველი ეგრევე. დავე გავუშვათ ცოტა განცხადება ამ თემაზე და მოდი წავიკითხა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მეც ახლა პირველად ვკითხულობ 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას აღწევს. როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატებმა და საქართველოს ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა მრავალ ეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული. ანუ ამერიკის საელჩო ეთანხმება ჩვენი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, ასე გამოდის. შეერთებული შტატები აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდეგ უკვე ციტატებია, მაგრამ აზრი ეს არის, რომ ესეც ადასტურებია. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ წვრთნებში არ მონაწილეობა, ასე რომ ამ შემთხვევაში გადარჩა ჩვენი ხელისუფლება ქოქოლას. შეცდომის აღიარება არასდროს არ არის, ასე ვთქვათ, და არა, ეჭვი ბუნებრივად ჩდება ამათი ქმედებები, მაგრამ ძალიან მინდა ვთქვა, რომ ძალიან გასახარი ინფორმაციაა და თუ ძალიან კარგია რომ ჩვენი დასკვნები ამ შემთხვევაში მოკლედ ხალი როცა ექსპერტოს ან კაცი ეგრევე აი 5 წუთში არ უნდა დაიწვა ესე რა ანუ როცა ეგრე იწვევი ანუ შენ აჩვენებ შენს შინაგან თემას რომ
ჩასაფრებული ტიპი ხარ გაიგე და აი რაღაცებს ეძებ. კი რამე კი არ გადაამოწმე. კი არ დაამუშავე მე და აქ ვერ შევაძლო გაანალიზე. ჩასაფრებულობა. ო, და სხვა შორის პირველი პოზიცია ძალიან მაგარი იყო. თან იმ ფონზე რაც მე რუსებმა რაღაც განცხადებები გააკეთეს. არა, ოღონდ მაგრა დათმო რომ რა თქმა უნდა, ხა ძალიან კაია, ძალიან მაგარია. თუ მე რა პრობლემა? დავაი. ხო, ნუ აი გუბაზე ამას ხო არ იზავდა. იმიტომ გუბას ეგეთი არ შეეშლება. ისე გუბაზე არ ლაპარაკობს თემაზე. გუბაზე რა ლაპარაკობს დრიხტითარო, დრახტითარო, მიწის ზეით მაინც ვარო და მიდი და მოედავ ეხლა კელიდეკნარი არ გააკეთებს მაგაზე განცხადებას. მე მაგ ერთი იდეა და რა ვიცი, ალბათ განხორციელებადია, რომ გავაკეთოთ ბაზა ექსპერტების, ექსპერტული წინასწარმეტყველებების რა. და პროსტა ნახავთ რამდენს დედა ეტირება რა. რამდენს. კარგით მეგობრებო, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ხვალ შეხვდებით ერთმანეთს კარგად გზადდება. ხვალამდე.